ქართულ ისტორიულ მეხსიერებაში არ არსებობს მეორე ფიგურა, რომლის სახელის ერთდროულად შობდეს ასეთ ახტაცებას, ასეთ შიშსა და ასეთ მწარე პასუხგაუცემელ კითხვებს. გიორგი სააკაძე, დიდი მოურავი. ზოგისთვის ის არის უბადლო სამხედრო გენიოსი, ერის ხსნის უკანასკნელი იმედი და მამა, რომელმაც სამშობლოს გადასარჩენად საკუთარი შვილის სიცოცხლე საშინელი სიკვდილისთვის გაწირა. ზოგისთვის კი ცეცხლითა და מחვილით შეიარაღებული ამბიციური ფეოდალი, რომელმაც ირანის შაჰს ქართლი და კახეთი ფეხქვეშ გაუფინა. შურიძიებით დააბრმავა გონება და საკუთარი ძმების სისხლით მორწყო ქართული მიწა. საუკუნეები გავიდა, მაგრამ ისტორიის სასამართლოზე მისი საქმე დღემდე არ დახურულა. ვინ იყო სინამდვილეში ეს კაცი? სტრატეგი, რომელიც ეპოქის ორ უძლიერეს და ყველაზე დაუნდობელ იმპერიას, ოსმალეთსა და სპარსეთს, საკუთარი წესებით ეთამაშებოდა, თუ ტრაგიკული პერსონაჟი, რომლის პირადმა შურისძიებამ და ძალაუფლების წყურვილმა სრულიად საქართველოს უფსკრულის პირას მიიყვანა. დღეს არხი ქრონოსი გადაგიშლით დიდი მოურავის ცხოვრების ყველაზე დრამატულ, სისხლიან და გასაიდუმლოებულ ფურცლებს. ჩვენ თვალს გადავავლებთ გზას დიდი აღზევებიდან უცხო მიწაზე მოკვეთილ თავამდე. მოემზადეთ და გახდით მსაჯული, გმირი თუ მოღალატე. მე-17 საუკუნის დასაწყისი. საქართველოს უმძიმეს შინაგანი და გარეგანი ქართეხილების ქარცეცხლშია გახვეული. ქვეყანა დაგსაქსულია. ხოლო დიდი იმპერიები მხოლოდ ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან კავკასიის საბოლოოდ დასამორჩილებლად. სწორედ ამ კრიტიკულ ეპოქაში ისტორიის ასპარეზზე უეცრად გამოდის მცირე აზნაურთა წლიდან აღზევებული კაცი, გიორგი სააკაძე. მისი ელვისებური დაწინაურება შოკის მომგვრელი აღმოჩნდა მაშინდელი ფეოდალური ელიტისთვის. სააკაძე არ გახლდათ საგვარეულო თავადი, თუმცა ფლობდა იმას, რაც ბევრ დიდებულს აკლდა: უბადლო სამხედრო ნიჭს, ორგანიზატორულ გენიასა და ქარიზმას. 1609 წელს, როდესაც ოსმალთა და ყირიმელთა თართა უზარმაზარი არმია ქართლში შემოიჭრა, სწორედ სააკაძის სტრატეგიულმა აზროვნებამ იხსნა ქვეყანა. თაშისკარის ბრძოლაში მან მტერი სასტიკად გაანადგურა და ახალგაზრდა მეფე ლუარსაბ მეორე ტყვეობასა და სიკვდილს გადაარჩინა. ამ გამარჯვების შემდეგ სააკაძე ხდება თბილისის, ცხინვალისა და დმანისის მოურავი, ქართლის ფაქტობრივი მმართველი. მეფე ლუარსაბი სრულად ენდობა მას და სააკაძის დაზე, დემეტრე სააკაძის ასულზე ქორწინდება. სააკაძის მიზანი დიდი და ამბიციურია. მას სურს ცენტრალიზებული ძლიერი სამეფო ხელისუფლების შექმნა. შიდა ფეოდალური ქაოსის აღკვეთა და თავადების თვითნებობის შეზღუდვა. მაგრამ ამ მკვეთრმა რეფორმებმა და უზარმაზარმა გავლენამ სამეფოს ძველ განებივრებულ დიდებულებში, ფარსადან ცისიშვილსა და შადიმან ბარათაშვილში, აუტანელი ბრმა, შური და სიზულვილი გააღვივა. მათთვის მიუღებელი იყო, რომ მცირე აზნაური განაგებდა ქართლის ბედს. დაიგეგმა ვერაგული შეთქმულება. დიდებულებმა მეფე ლუარსაბის გონება მოწამლეს ეჭვებით. თითქოს სააკაძე სამეფო ტახტის მიტაცებას გეგმავდა. 1612 წლის ერთ ბნელ ღამეს ნოსტეს ციხეში მშვიდობიანად მყოფ სააკაძეს საკუთარი მეფის მიერ გამოგზავნილი მკვლელები ჩაუსაფრდნენ. დიდი მოურავის სიკვდილს მხოლოდ ერთგული გლეხის, ისაკა ნოსტელაშვილის თავდადებითა და სასწაულებრივი გამჭრიახობით გადაურჩა. სამშობლოში სიკვდილმისჯილი, უარყოფილი და დევნილი გიორგი სააკაძე იძულებული გახდა საქართველოს დაეტოვებინა. სწორედ აქ იწყება მისი ცხოვრების ყველაზე სადავო, ბნელი და ტრაგიკული გარდატეხა. კაცი, რომელიც ქართულმა ფეოდალიზმმა გაწირა. ირანის შაჰ-აბას პირველის კარზე მიდის. შაჰ-აბას პირველის ბრწყინვალე და ამავდროულად დაუნდობელ კარზე ჩასული დევნილი ქართველი სარდალი უცბად იპყრობს ყურადღებას. შაჰი, რომელიც ეპოქის უდიდესი პოლიტიკოსი და სტრატეგი გახლდათ, მალევე ხვდება თუ როგორი გენიალური სამხედრო გონება ჩაუვარდა ხელში. გიორგი სააკაძე სწრაფად იხვეშს განუსაზღვრელ ავტორიტეტს. მისი სამხედრო ტაქტიკისა და უშუალო მეთაურობის წყალობით სპარსეთის არმია ბრწყინვალე გამარჯვებებს აღწევს ინდოეთსა და ოსმალეთის იმპერიასთან სისხლისმღვრელ ომებში. გაოცებული შაჰ-აბასი მას საპატიო წოდებას, ჯან ბახრს, ანუ სიცოცხლის მიმჭანებელსა და გადამრჩენელს უწოდებს. მაგრამ სწორედ ამ დროს იწყება სააკაძის ცხოვრების ყველაზე მძიმე, სისხლიანი და სადავო ეპიზოდი. 1614-1617 წლებში შაჰ-აბასი იწყებს კავკასიის ისტორიაში ყველაზე საშინელ და სასტიკ კამპანიას.
ირანელთა ურდოები თავს ესხმიან საქართველოს. კახეთი სრულად ოხრდება, ეკლესიები იძარცვება, ხოლო 100,000-ობით ქართველი, ქალი, ბავშვი თუ მოხუცი იძულებით გადაყავთ ირანის შიდა პროვინციებში ფერეიდანში. ქართული მიწა სისხლითა და ცრემლით ირწყვება. და ამ საშინელი ლაშქრობების დროს შაჰ-აბასის გვერდით მის მთავარ მრჩევლად და ჯარის მეთაურად დგას გიორგი სააკაძე. კრიტიკოსები და ისტორიკოსთა ნაწილი ამბობს, მან უპატიებელი ცოდვა ჩაიდინა. პირადი შურისძიებითა და წყენით დაბრმავებულმა მოურავმა საკუთარ სისხლს უღალატა და მტერს მშობლიური კერის აოხრებაში დაეხმარა. მისი დამცველები კი საპირისპიროს ამტკიცებენ. სააკაძე ეპოქის უდიდეს და ყველაზე სახიბად ოჭადრაკს თამაშობდა. ის იძულებული იყო შაჰის გვერდით ყოფილიყო. ეჩვენებინა აბსოლუტური ერთგულება, რათა ირანის შიგნით უზარმაზარი გავლენა მოეპოვებინა. შიგნიდან შეემსუბუქებინა ქართველთა უმძიმესი ხვედრი და ფარულად გადაერჩინა ის, რისი გადარჩენაც შესაძლებელი იყო. მაგრამ ეშმაკმა და ეჭვიანმა შაჰ-აბასმაც იცოდა თუ ვისთან ჰქონდა საქმე. მას სააკაძის ბოლომდე არასდროს შეროდა. ამიტომ, როდესაც 1625 წელს შაჰმა გიორგი სააკაძე 40,000-იანი სპარსული არმიის ფაქტობრივ მეთაურად მოავლინა ქართლში, ქართველთა აჯანყების საბოლოო ჩასახშობად და ერის საბოლოო განადგურებისთვის სპარსელთა ბრძანებელმა რიტუალურად მძევლად, გარანტორად, ირანში სააკაძის უმცროსი საყვარელი ვაჟი, პაატა დაიტოვა. სააკაძე დადგა არჩევანის წინაშე, სადაც ნებისმიერი სვლა ჯოჯოხეთისკენ მიდიოდა. დამორჩილებოდა შაჰს და საკუთარი ხელით გაენადგურებინა სამშობლო, თუ აჯანყებოდა მას და საკუთარი შვილის სასტიკი სიკვდილისთვის გაეწირა. 1625 წლის გაზაფხული. საქართველო ირანის მიერ დაგეგმილი საბოლოო განადგურების ზღვარზეა. ქართლში ჩასული სპარსული არმია ყარჩიხა ხანის მეთაურობითა და გიორგი სააკაძის უშუალო მონაწილეობით მარტყოფის ველზე იშლება. სააკაძემ ზუსტად იცოდა, თუ ის შაჰის წინააღმდეგ წავიდოდა, ირანის კარზე მძევლად დატოვებულ მის უმცროს ვაჟს, პაატას, ჯალათები უმძიმესი წამებით მოკლავდნენ. კაცობრიობის ისტორიაში ცოტა ადამიანს თუ შეხვედრია ასეთი საშინელი ჯოჯოხეთური არჩევანი. შვილის სიცოცხლე თუ სამშობლოს გადარჩენა. 25 მარტის განთიადის დროს მარტყოფის ველზე სააკაძემ გააკეთა ისეთი სულა, რომელმაც ის ისტორიულ მარადიულ ტრაგიკულ გმირად აქცია. მან და მისმა ერთგულმა მხედრებმა გენიალურად დაგეგმილი სადაზვერვო სპეცოპერაცია განახორციელეს. დილით, ვითომ და თათბირზე შესულებმა ყარჩიხა ხანი და სპარსელი სარდლები საკუთარ კარვებშივე დახოცეს. უმეთაურო დარჩენილ 40,000-იან ურდოს ქართველებმა ელვისებურად დაარტყეს და მტერი სრულად გაანადგურეს. საქართველო ფიზიკურ განადგურებას გადაურჩა. შაჰ-აბასის შურისძიებამ არ დააყონა. ირანში პაატა სააკაძეს თავი მოჰკვეთეს და მამას შვილის მოჭრილი სისხლიანი თავი საქართველოში გამოუგზავნეს. ამბობენ, რომ მოურავს ცრემლიც კი არ გადმოუგდია. მან შვილის თავი აიღო, ეამბორა და თქვა, შენ სამშობლოს შეეწირე შვილო. მაგრამ მარტყოფის დიდებულ გამარჯვებას შიდა ეროვნული კონსოლიდაცია არ მოჰყოლია. სულ რაღაც რამდენიმე თვეში, 1625 წლის ივლისში, მარაბდის ველზე გამართულ სისხლისმღვრელ ომში ქართველები სპარსელებთან დამარცხდნენ. ბრძოლის ველზე 9 ძმა ხერხეულიძე და 1000-ობით უშიშარი მეომარი დაეცა. მარაბდის ტრაგედიას მოჰყვა კიდევ უფრო საშინელი სამოქალაქო ომი. სააკაძის ავტორიტეტისა და გავლენის რძით შეშინებული ქართველი დიდებულები კვლავ მის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. ბაზალეთის ტბასთან ქართველმა კვლავ აღმართა მახვილი ქართველზე. სააკაძე დაუპირისპირდა ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ პირველსა და თავის ყოფილ მოკავშირეებს. ძმათამკვლელ ომში დამარცხებული, შვილმოკლული, სულიერად გატეხილი და საკუთარი ქვეყნიდან მეორედ განდევნილი გიორგი სააკაძე იძულებული გახდა ოსმალეთში გადახვეწილიყო. სულთანმა მას პაშობა უბოძა და ოსმალეთის არმიის სარდლობა ჩააბარა. მაგრამ 1629 წელს ოსმალეთის დიდ ვეზირთან დაპირისპირებისა და მორიგი ვერაგული შეთქმულების გამო 59 წლის გიორგი სააკაძესა და მის უფროს ვაჟს ავთანდილს ოსმალებმა თავები მოჰკვეთეს. ასე დასრულდა კაცის სიცოცხლე, რომელმაც ეპოქის ორი უდიდესი იმპერია შეაძანძარა, მაგრამ საკუთარ სამშობლოში თავშესაფარი ვერ ჰპოვა.
საბოლოო ჯამში ისტორიას არ უყვარს მარტივი შავ-თეთრი საღებავები. ისტორია სავსეა ტრაგიკული ჩრდილებითა და პასუხგაუცემელი კითხვებით. გიორგი სააკაძის ცხოვრება არის უდიდესი დრამა, კაცის, რომელიც თავის ეპოქაზე გაცილებით დიდი, ძლიერი და შორს მჭვრეტელი აღმოჩნდა, მაგრამ საკუთარი ერის შიდა ქაოსმა, ფეოდალურმა სიზულვინმა და პირადმა ამბიციებმა უმძიმეს უფსკულში გადაჭეხა. მან ჩაიდინა ის, რაც კაცობრიობის ისტორიაში ცოტამ თუ შეძლო. გაწირა საკუთარი სისხლი და ხორცი საყვარელიშვილი სამშობლოს ფიზიკური განადგურებისგან გადასარჩენად. მაგრამ ამავდროულად ის გვერდით ედგა და ემსახურებოდა მტერს, რომელმაც ქართლი და კახეთი სისხლში ჩაახრჩო. მან აჩვენა მსოფლიო დონის სამხედრო გენია. შეაძანძარა სპარსეთისა და ოსმალეთის უზარმაზარი იმპერიები, მაგრამ ვერ შეძლო მთავარი. ქართველი ერის გაერთიანება. საბოლოოდ კი საკუთარი სამშობლოდან მეორედ განდევნილმა უცხო მიწაზე ჯალათის სულის ქვეშ დაასრულა სიცოცხლე. ვინ იყო სინამდვილეში დიდი მოურავი? ის იყო გმირი, რომელმაც საქართველოს არსებობა შეუნარჩუნა. თუ ტრაგიკული პიროვნება, რომლის შეცდომამაც ქვეყანას მძიმე იარებით სავსე დაღი დაასვა. ისტორიის განაჩენი დღესაც ღიაა. ახლა კი ჯერი თქვენზეა. დაგვიტოვეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში. როგორ აფასებთ გიორგი სააკაძის მოღვაწეობას და მის ჯოჯოხეთურ არჩევანს? თქვენს თითოეულ პასუხს სიამოვნებით წავიკითხავთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად მოიწონეთ ის. გამოიწერეთ არხი ქრონოსი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. ჩვენ კიდევ შევხვდებით მომავალ გამოშვებებში, სადაც ისტორიის კიდევ ერთ დაფარულ და საიდუმლო გვერდს გადავშლით.